მოგესალმებით ეთერშია STAR-ი საინფორმაციო გამოშვება დღეს მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით ვიზიტის ფარგლებში კობახიძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინაუგურაციისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართება. ირაკლი კობახიძე მილანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინა თინრუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან. ნათქვამია ინფორმაციაში. ვაჟა სირაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან მაისურაძეა მითითებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ვაჟა სირაძე 2019 წელს დაინიშნა. ზვიად ხარაზიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას ტოვებს. შსს ინფორმაციით ხარაზიშვილს აღნიშნულ თანამდებობაზე რომან ქარციბაძე ჩაანაცვლებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ეხო. აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარციბაძე დაინიშნა. ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ჩვენს ინტერესშიცაა, რომ ასეთი დეზინფორმაცია და პრიმიტიული ტყუილები, რომლითაც ცდილობენ რამენაირად მიიპყრონ უცხოელების ყურადღება, არ დარჩეს ჰაერში გამოკიდებული. ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას იმ განცხადებას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც მისი მეუღლე კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის მოხდის ვიდეოს ჩაწერამდე გაიტაცეს და მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ცნობისთვის, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს კოტე იოსელიანს სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა. თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, რომელშიც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. მისივე თქმით, გამტაცებლები მის მეუღლეს 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით. შეგახსენებთ, კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს. უტა ივანიშვილს რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით ბორტოზე რითაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანდრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. აღნიშნული განცხადება მან სასამართლო პროცესზე გააკეთა. როგორც ბაჩიაშვილმა განმარტა, ის ყველა ნორმის დარღვევით თავზე ტომარა ჩამოფარებული გაიტაცეს და უკანონოდ ჩამოიყვანეს საქართველოში. მისი თქმით, ეს იყო ივანიშვილის შეკვეთით და სუსის შესრულებით განხორციელებული ქმედება. მისი განმარტებით, მის მიმართ თანხის გამოძალვას აქვს ადგილი. ჩემს მიმართ დიდი ძალით თანხის გამოძალვა მიმდინარეობს. ერთ პროცესში აიღეს მთელი ჩემი ქონება იმ განაჩენზე დაფუძნებით, რომელიც საბოლოოც კი არ იყო. განაცხადა ბაჩიაშვილმა. მოსამართლე ჯვევენ აჭყებია მას განუმარტა, რომ სხვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე განმარტებას ვერ გააკეთებს. თუმცა უთხრა, რომ დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი არც ერთი უფლება ამ სხდომებზე არ დაიღვევა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძეს ახალი მოადგილე ჰყავს. სამინისტროს ინფორმაციით მინისტრის მოადგილედ ვაკანტურ პოზიციაზე მარიამ ტაბატაძე დაინიშნა, რომელიც ეკონომიკურ და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს, ასევე ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს უხელმძღვანელობს. მარიამ ტაბატაძე ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრია. 2018 წლიდან იგი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2013-2018 წლებში კი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი იყო. 2005-2013 წლებში მარიამ ტაბატაძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ნათქვამია ინფორმაციაში. მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე მილანელ კოლეგა ჯუზეპე სალას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, თბილისსა და მილანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა მიმართულებით. მერის ინფორმაციით საუბარი შეეხო მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ფაქტს, რაც მერების თქმით ხელშეუწყობს როგორც ქვეყნებს, ისე ქალაქებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას. კახა კალაძე მადლობა გადაუხადა ჯუზეპე სალას გულთბილი მასპინძლობისთვის და იგი საქართველოს დედაქალაქში მოიწვია. მილანის მერმა მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს ვიზიტისთვის. და გამოხატა სრული მზაობა ქალაქებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე. მან ასევე ისაუბრა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომელიც მსოფლიოს ბევრი ქალაქისთვის მთავარ გამოწვევად იქცა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ევროკავშირსა და ნატოს შეინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის სასარგებლო ინსტრუმენტის წარმოადგენდა. ეს არის ქმედებები და ნაბიჯები არასწორი მიმართულებით. ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების პრესპიკერმა ანიტა ჰიპერმა შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა თუ როგორ აფასებს ევროკავშირი საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის გაუქმების გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ცენტრის დახურვა ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ურთიერთობის შეზღუდვის მიზნით მიღებულ სხვაზომებს. ასევე აღნიშნავთ, რომ ცენტრის გამოცხადებული დახურვა ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ურთიერთობების შეზღუდვის მიზნით მიღებულ სხვაზომებს, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდინარე რეორგანიზაციას და მისი მრავალი თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ნათქვამია ინფორმაციაში. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერ ლევან სანიკიძის განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შიდა კლანური დაპირისპირებით და სანქციებით არის გამოწვეული. როგორც სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილებები მაინც ძალიან დიდი დარტყმა არის ქართული ოცნებისთვის. როდესაც ეს მდგომარეობა გვაქვს დარწმუნებული ვარ ოპოზიციის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში შესაძლებელია ქართული ოცნება ისეთ დათმობებზე წავიდეს, როგორიც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები და თავისუფალი ცენტრალური საარჩევნო კომისია, განაცხადა სანიკიძე. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თიდა ბოკუჩავა ბრიუსელში გაემგზავრა. ბოკუჩავას განცხადებით გააგრძელებს მიზანმიმართულად მუშაობას იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, პროპაგანდისტებზე, მოძალადეებზე, გამტაცებლებზე და მათ ოჯახის წევრებზე ევროპული სანქციები ამოქმედდეს. ვისაუბრებთ ისევ და ისევ იმ გამოსავალზე, რომელიც აერთიანებს საზოგადოების უდიდეს ნაწილს. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები. გავაგრძელებთ ძალიან მიზანმიმართულად მუშაობას იმისთვის, რომ ევროპული სანქციები ამოქმედდეს ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, პროპაგანდისტებზე, მოძალადეებზე, გამტაცებლებზე და ოჯახის წევრებზე, მათ შორის იმისთვის, რომ მათ აღნიშნულ სანქციებს თავი მარტივად ვერ აარიდონ, განაცხადა თინა ბოკუჩავა. აღნიშნულ ინფორმაციას ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს. საქართველოს ჩინეთის გუანდუნის პროვინციის დელეგაცია ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაცია სავაჭრო სამრეწველო პალატა ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის სავაჭრო სამრეწველო პალატების ორგანიზებით გაიმართა საქართველოს-ჩინეთის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კონფერენცია, რომელსაც 15 ჩინური და 40-მდე ქართული კომპანია აგრეთვე ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. როგორც სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი ღონისძიება გახსნეს საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს გუანდუნის პროვინციის თავმჯდომარემ, სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს გუანდუნის პროვინციის კომიტეტის თავმჯდომარემ და საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. დასავლეთის ქვეყნები არ უნდა მოტყოვდნენ რუსეთის განზრახვებით, რადგან მოსკოვისთვის უკრაინა მხოლოდ ერთი ნაბიჯია დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე. გამოცემა Deutsche Welle-ს ცნობით ამის შესახებ გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ბრუნო კალმა განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვში არიან ადამიანები, რომლებსაც არ სჯერათ, რომ ნატოს ხელშეკრულების მეხუთე მუხლი, რომელიც ურთიერთდაცვას გულისხმობს, რეალურად კვლავ მოქმედებს. მისი თქმით, რუსეთსა და დასავლეთს შორის უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების შესაძლებლობა არ არსებობს და რუსეთი უკრაინაში მშვიდობისკენ არ ისწრაფვის. გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს ოდნავი ნიშანი იმისა, რომ პუტინმა როგორღაც შეიცვალა აზროვნება და სურვილი, ბოლომდე გააგრძელო სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითები ამ ქვეყნისთვის ღირებულ მიზანს ემსახურებიან დემოკრატიის დაცვას. ისინი პოლიტიკური პაიკები არ არიან. ასე ეხმაურება კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ლოს-ანჯელესში საზღვაო ქვეითების განლაგებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თავდაცვის მდივანი მათ ამერიკის ქუჩებში უკანონოდ განალაგებს. ეს ძალაუფლების აშკარა ბოროტად გამოყენებაა. ჩვენ ამის შესაჩერებლად სასამართლოში სარჩელს შევიტანთ. სასამართლოება და კონგრესმა უნდა იმოქმედონ კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები იშლება ეს წითელი და ისინი ამას კბეთენ. წერს კალიფორნიის გუბერნატორი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლოს-ანჯელესში, სადაც საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს 700 საზღვაო ქვეითი განალაგოს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საზღვაო ქვეითების განლაგება ლოს-ანჯელესში წესრიგის აღსადგენად ხორციელდება. რუსებმა უკრაინას 7 რაკეტითა და 315 დრონით შეუტიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. საჰაერო თავდაცვამ მტრის 284 საჰაერო თავდასხმის საშუალება გაანეიტრალა, მათგან 220 ჩამოაგდო, ხოლო 64 ლოკაციურად დაიკარგა. აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში, რომლის ცნობითაც ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული ყველა რაკეტა გაანადგურა და 213 დრონით ჩამოაგდო. მტრის საჰაერო დარტყმებით 11 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ხოლო ნამსხვრევებით 16 ლოკაციაზე ჩამოვარდა. თქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
ისრაელმა იემენში ჰოდეიდას პორტი დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა ავრცელებს, ჰოდეიდას პორტზე სარაკეტო დარტყმები ისრაელის სამხედრო საზღვაო ძალებმა განახორციელა. სარაკეტო დარტყმებამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი რას ისას, ჰოდეიდას და სალიფის პორტების ევაკუაციის ბრძანება გასცა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.